Ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, ძმანო და დანო. დიდი მარხვის პერიოდის ღვთისმსახურებისას ჩვენ ვკითხულობთ ძველი აღთქმის რამოდენიმე წიგნს. ეს არის წიგნი შექმნათა, არის იგავები სოლომონისა და არის ასევე ისაია წინასწარმეტყველის წიგნი. პირველი ჩვენ მოგვითხრობს ადამიანის სამყაროს შექმნაზე და ადამიანის ცხოვრებაზე სამოთხეში და ასევე დაცემის შემდგომ სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ. იგავები სოლომონისა ჩვენ გვასწავლის ცხოვრებისეულ სიბრძნეს, დამოკიდებულებას კაცთა შორის, დამოკიდებულებას უფროსის მიმართ, ხრცოვანი ადამიანის მიმართ, მეუღლეთა შორის, დამოკიდებულებას საქმისადმი, ცხოვრებისადმი, ჩვენს ირგვლივ საზოგადოებისადმი. ეს პედაგოგიური შინაარსის წიგნია, ისევე როგორც რამოდენიმე წიგნი წმინდა წერილისა. საერთოდ პედაგოგიური შინაარსი გააჩნია თელს წმინდა წერილს. ის ამზრდელობითი შინაარსისაა, როგორც ცალკეული ადამიანისათვის პირადად მისი შინაგანი განწყობაც და მისი მოქცევაც საზოგადოებაში თუ ურთიერთობაში მეორე ადამიანთან, თუ თანამეცხედრესთან, თუ მშობელთან, თუ მოხუცებულთან და უფროს ადამიანთან. ასევე ადამიანის ქცევის წესები სოციუმში, საზოგადოებაში. საწინასწარმეტყველო წიგნებს ასევე გააჩნიათ ამგვარი შინაარსი. გააჩნიათ სულიერი და ზნეობრივი მასწავლებლის მიმთითებელის ადამიანისათვის თუ მთელი ერისთვის, მთელი საზოგადოებისათვის მიმთითებელი იმისა თუ რა არის სწორი წინაშე ღვთისა. ამავ დროს ის არის საწინასწარმეტყველო იმ მხრივ, რომ წინასწარმეტყველებს მესიაზე, ქრისტეზე. წინასწარმეტყველებს იმ პერიოდზე, როდესაც ადამიანი განუდგება ღმერთს. ასეთი პერიოდები რჩეული ერის ისტორიაში, ანუ ებრაელთა ერის ისტორიაში სამწუხაროდ არაერთგზის იყო, როდესაც ერი მიიდრიკებოდა ამა თუ იმ ცოდვისკენ, უსჯულოებისკენ, ურწმუნოებისკენ, სხვა ღმერთების თუ კერპების თაყვანისცემისკენ. და აი ასეთ ჟამს რა შეიძლება მოელოდოს ერს აი დღევანდელ საკითხებში ისაია წინასწარმეტყველისა ძალზე კარგად არის აღწერილი.
ის მცირეა, ანუ ეს ნაწილი დღევანდელი, მაგრამ აი კარგად მოსჩანს და მოგვითხრობს, რა შეიძლება დაემართოს ერს. ეს არის ისაიას მესამე თავი. რადგან ახა მეუფე ცაბაოთ უფალი წაართმევს იერუსალიმს და იუდას სახსარს და სასოს, პურის მთელ სახსარს, ვაშკაცს და მეომარს, საჯულსა და ქადაგს, მისანსა და უხუცეს, 50 თავს და დიდებულს, ბრჩებელსა და ბრძენ ხელოვანს, გრძნეულ შემლოცველს. სარდლებად ბიჯ ბუჭებს დაუდგენ და ქარაფშუტები იბატონობენ მათზე. დაეძგურნება ხალხი, კაცი კაცს დაჩაგრავს, მოყვასი მოყვას, ბავში გაუმედიდურდება მოხუცს, უღირსი პატივდებულს. რადგან კაცი დაიჭერს თავის ძმას თავისი მამის სახლში. სამოსელი გქონია, გაგვიხდი მთავრად, შენს ხელთქვეშ იყოს ეს დანგრევებიო. დაიფიცებს იმ დღეს და იტყვის, ვერ ვიქნები გამგებელი, არ მაქვსო სახში პური, არც სამოსელი, ნუ დამადგენო ერის მთავრად. რადგან დაემხო იერუსალიმი და დაეცა იუდა, რადგან მათი სიტყვა და საქმე შეურაცხყოფაა უფლისათვის, უპატიოობაა მის დიდების თვალში. მათივე გამომეტყველება ამხილებს მათ და სოდომელებივით აცხადებენ თავიანთ ცოდვას, არ მალავენ, ვაი მათ სულს, ბოროტება მიაგეს საკუთარ თავს. უთხარით მართალს, რომ სიკეთეს ეწევა, რომ ყველა თავის ნამოქმედარს შეჭამს. ვაი უკეთურს, ბოროტეულს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს. ჩემს ერს ბავშვები ჩაგრავენ და დიაცები უბატონდებიან. ჩემო ერო, შენმა მეგზურებმა დაგაბნიეს და გზაკვალი აგირიეს. წარდგას სამხილებლად უფალი და დგას ხალხთა განსასჯელად. უფალი მსჯავრს დებს თავისი ერის უხუცესებს და თავკაცებს. თქვენ გააჩანაგეთ ვენახი, ღარიბ ღატაკთაგან წართმეულით აგივსიათ სახლები. აი ამგვარი ვითარება, რომელიც საუბრობს წინასწარმეტყველი ისაია, სუფევს ებრაელთა შორის იმ ჟამს და ამაზე საუბრობს წინასწარმეტყველი და ეუბნება თუ რა ელოდება მათ. მოგეხსენებათ, რომ ისტორია ციკლურია. ხშირად ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში ადამიანები არა მხოლოდ ძველი აღთქმისეული წმინდანები და მართლები, არამედ სხვაც, ვინც საუბრობდა კაცობრიობის დაცემაზე, საუბრობდა დასრულებაზე ამ წუთი სოფლისა. და თავისთავად ის რაზედაც ისაია წინასწარმეტყველი საუბრობს, ეს მსგავსება, ანუ მსგავსი სიტუაციები სხვა ერებსაც ჰქონიათ, რომელიც დაადგებოდა ზნეობრივი და სულიერი დეგრადაციის გზას. სხვადასხვანაირი იყო ეს დეგრადაცია.
ყველას ერთნაირი არ ქონდა. რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის ეს იყო დამოკიდებულება ღვთისადმი და დამოკიდებულება მოყვასისადმი. სამწუხაროდ კაცობრიობა ადამის დაცემის შემდგომ და წარღვნის შემდგომაც დაადგა გზას, რომ ძლიერმა უნდა იბატონოს სუსტზე, რომ ამ ქვეყნიური ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დიდი დოვლათით, სიმდიდრით და ადამიანები სამწუხაროდ დღეს უბრალოდ ძალიან ლამაზ ფორმებში გადავიყვანეთ ეს და უწოდეთ პოლიტიკა, უწოდეთ ეკონომიკა, პოლიტეკონომიკა, გეოგრაფიული პოლიტიკა თუ ეკონომიკა და ასე შემდეგ. მაგრამ სამწუხაროა, რომ ადამიანმა ეს გზა აირჩია. მას უნდა ბედნიერება ამ წუთის სოფელში და გზას ბედნიერებისაკენ ხედავს მხოლოდ მატერიალურ კმაყოფაში და არა თუ კმაყოფაში, არამედ გაცილებით უფრო მეტში, რაც მას სჭირდება. ასე იყო წინათაც, ასე არის დღესაც. მაგრამ განსხვავება რაშია? აი სოდომელთა ebro ბრძანებს ისაია წინასწარმეტყველი. აცხადებენო თავიანთ ცოდვებსო. სოდომელების ცოდვა განა მხოლოდ იმაში იყო, რომ ისინი აღვირახსნილობას იყვნენ შეჩვეულები და ამგვარად ცხოვრობდნენ. სხვა ეპოქებში ხდებოდა ესა, ხდებოდა ძველ ელინებში, რომაელთა შორის. იყო კერპთაყვანისმცემელ ერებში, იყო ჩვენს წინაპრებს შორისაც ესეთი საკრალური შინაარსის მქონე, ასე რელიგიური, ასე ვთქვათ, ორგიები, მანამდე სანამდე ჩვენი წინაპარი მიიღებდა ქრისტიანობას და შეუდგებოდა ჭეშმარიტებას. მაგრამ განსხვავება იყო იმაში, რომ ამას არ ქონდა საყოველთაო პოპულარიზაციის სახე. აი სოდომელთათვის ცოდვა პირველი იყო ის, რომ ისინი თავიანთ ცოდვას ურცხვად აღიარებდნენ და ამას, ასე ვთქვათ, კიდევაც სხვებს სთხოვდნენ და თავს ახვევდნენ თავიანთ ცოდვას და თავიანთ ცოდვიან ცხოვრებას. და ამან გამოიწვია ამ ქალაქების განადგურება. აი ამგვარად ძვირფასო
ზმანო და დანო არის ცოდვა და არის ცოდვის უსირცხვილობა და ცოდვის ქადაგება. ძალიან დიდი განსხვავებაა ცოდვის ჩამდენსა და იმას, ვინ ცოდვას ქადაგებს. შეიძლება ცოდვის ქადაგებელი ცოდვის ჩამდენი არ იყოს, ასეც შეიძლება. მაგრამ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში არის ასეთი ფრაგმენტი, როდესაც ქცირი ის უსჯულო ეპისკოპოსი მკვლელს მიუგზავნის გრიგოლ ხანძთელს და ეს მკვლელი რო იხილავს გრიგოლ ხანძთელს ღვთის მადლით სინანულად მოვა და აღიარებს თავის ცოდვას და გრიგოლ ხანძთელი ეუბნება შენს მომლილნებელსო მეტი ცოდვა აქვსო ვიდრე შენო. აი ამგვარად ძვირფასო ზმანო და დანო ჩვენ უნდა შევხედოთ ყოველივეს რაც ხდება ჩვენს ირგვლივ. დღეს ისეთი ვითარებაა, რომ ზოგჯერ იტყვი, რომ ალბათ მალე იქნება მეორედ მოსვლაო. თუ გავაკეთებთ ბიბლიურ ტექსტებთან შედარებას და აგერ ისაია წინასწარმეტყველის მხოლოდ ფრაგმენტი წავიკითხეთ, რომელიც დღევანდელ დღეს იკითხება. მაგრამ ასეთი მდგომარეობაც ჩვენ უიმედოდ არ გვტოებს, იმიტომ რომ ისაია წინასწარმეტყველი ებრაელთა ერისის შვილებს ეუბნება, რომ მოვა მესია, მოვა მხსნელი, რომლის წინაშეც ღარიბი და მდიდარი, ძლიერი და სუსტი, მამაკაცი თუ დედაკაცი არ იქნება. რომ მის სიყვარულში ყველა ერთნი ვიქნები და არ იქნება არც წარმართი და არც იუდეველი. და იქნება სამართლიანი, რამე თუ ყველას განსჯის რწმენისა და საქმეთაებთვისისა. და დიდი მარხვის დღეები ეს არის დღეები ქრისტეს აღდგომის მოლოდინის, ისე როგორც მეორედ მოსვლის მოლოდინის სახე. და ველოდებით ჩვენ იმედით, ველოდებით სასოებით და ლოცვით. და ვცდილობთ, რომ სიბრძნე ქრისტესი, სიბრძნე წმინდა წერილისა იყოს ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური თანამგზავრი და არა მხოლოდ თანამგზავრი, არამედ შინაარსი ჩვენი ცხოვრებისა. და მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ გადავიტანოთ ყველა წუხარება ტკივილი, გადავიტანოთ
აი ეს მდგომარეობა, რომელიც აღწერილია ისაია წინასწარმეტყველის მიერ, დაცემა ერისა, უსამართლობა თუ ტყუილები, ცილის წამება თუ შევიწროვება, მაგრამ ჩვენზე არის ამისადმი დამოკიდებულება, რომ ჩვენ კი არ უნდა ვთქვათ, რომ ეს სწორია, არამედ როგორც ბრძანებს წინასწარმეტყველი ვთქვათ, რომ ეს არის დაცემა, ეს არის აცდენა ღვთისაკენ სავალი გზისა. და ამგვარად მოვამზადოთ ჩვენი თავი ქრისტესთან შესახვედრად. მოვამზადოთ აღდგომის დღესასწაულის ზეიმისათვის, რამე თუ ქრისტეს აღდგომის დღესასწაული ჩვენ სულს ხდის მოზეიმედ და შთაბერავს მასში სიხარულს, იმედს, ძალებს და სასოებას ქრისტესაგან შეწყალების მიღებისა. ამინ. ერთმა დაგლოცოთ, ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენთან არს ღმერთი.